აზისი მსოფლიო მითოლოგიაში. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა მწერალი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ვლადიმერ ალფენიძე. ეს არის საქართველოს ღვთისმშობლის ქვეყანა. კოლხურ, ბერძნულ, ლათინურ ურთიერთობათა უცნობი ფურცლები და მათი ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციის ცდა. ახლა თქვენი ტყვით ჩვენ მივეჩვიეთ ქართლის ცხოვრებიდან, ჩვენი ფოლკლორიდან, ისტორიული ტრადიციებიდან, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყანა და არა ღვთისმშობლის ქვეყანა. ჩემი აღმოჩენა და პრინციპული აღმოჩენა, რომელიც ცulis ჩვენ შეხედულებას პრეისტორიულ საქართველოზე, გახლავს სწორედ ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის ქვეყანა. მაგრამ არა ქრისტეს. არა ქრისტიანული. არამედ ვინც თეოსოფიის ისტორიას იცნობს, ვინც ფილოსოფიის ისტორიას იცნობს, ვინც მითოლოგიის ისტორიას იცნობს, მან იცის და ვინც რომის ისტორიას იცნობს, ხოლო პირველ რიგში საბერძნეთის ისტორიას, ელინისტურ და ელინურ ეპოქის ხანების ისტორიას იცნობს, მან იცის, რომ იყო ძალიან ძლიერი რელიგიური სისტემები, რომლის მიხედვით ცხოვრობდა კაცობრიობა, მათ შორის რომაული კაცობრიობა. და რომაის იმპერიის ხალხთა უზენაესი ღმერთის ამ ღმერთის მშობელი დედა არის ფაზისიდა. იმიტომ შემარჩიე მე ეს თემა ამ აკადემიაში სასაკითხ თემად. მართალია მე ერთი 3300 წლის უკან მიყავართ ახლა ისტორიაში, მაგრამ ეს მაინც ინსულა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ საიდან იწყება ჩვენი ისტორია, საიდან იწყება ფაზისის ისტორია, საიდან იწყება ფაზისის აკადემიის ისტორია და რას წარმოადგენდა ფაზისის აკადემია თავის დროზე ის უმაღლესი ისტორიული სკოლა, რომლის შესახებ ბევრი წერს, მაგრამ არ იცის რაზე წერს. მათ შორის არიან ესა მეცნიერებათა აკადემია, ვებედავები ამ მეცნიერებათა აკადემიის ბევრ ავტორიტეტულ წარმომადგენელს, იმიტომ რომ ეს საკითხი ბოლომდე დამუშავებული არ იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში, არც ქართულ მითოლოგიაში. რაშია საქმე? მე აღმოაჩინე გრეივსის მიერ გამოცემულ ბერძნულ და ლათინურ მითებში, მითების კრებულში და მათ კომენტარებში, თეოსოფიურ და თეოლოგიურ კომენტარებში, კულტუროლოგიურ კომენტარებში რამდენიმე მითი, რომელიც უცნობი იყო ქართული მითოლოგიისათვის და საერთოდ საქართველოში მითოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებისათვის. რა მითები ეს? ეს ეხება უპირველეს ყოვლისა კირკე ღვთისმშობელს. კირკე მოგეხსენებათ, კირკე ფაზისელი არის აიელის და. რომ კარგად გავარკვევთ ამ საკითხში, არის ასეთი მითოლოგიური ტრიადა. საიდან მოდის სახელწოდება კოლხეთი, ფაზისი, საიდან მოდის სახელწოდება აიეთის მამისა და კირკეს მამისა. ტრიადაში ასია, მზის ღმერთი ჰელიოსი და გაიხსენეთ აქ ამ შემთხვევაში, ვისაც სახარება კარგად გაქვს საკითხული, გაიხსენეთ და მოიგონეთ ამას. რას ამბობს ქრისტე როცა გაგრულია ჯვარს გოლგოთაზე. მე წინარე ისტორიას მოგახსენებთ, მაგრამ ეს პარალელია, უბრალოდ ლინგვისტური პარალელი. ელი გასაუბრეთ. მამამის მიმართავს, რომ მიხსენი ამ გაჭირვებისგან. ეს ელი არის ფუძე, რომელიც გადასულია მე ბერძნულ ენაში, ებრაულ ენაში, ივრითში. მაგრამ დასაწყისი უდევს ამ ჰელიოსში. რომ ჰელიოსი, მზის ღმერთი, იქ არის ბერძნული ენის სახელობითი ბრუნვის ფორმანი. მე ჩვენ ჰელიოს ის უმეტეს ჩვენ ქართველები, როცა გადმოგვაქვს ეს ბერძნულიდან. მაგრამ ფუძე არის ელი. წარმოგიდგენია? თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ, ელ იახვე. მუშავე ანდარში არავის არ მუშავია ჯოჯო. ეს ფაქტია. ქრისტე იმეორებს აიეთის მამის სახელს. ფაქტობრივად მის მართალია იქ არის ებრაული ტრადიციას. რა ქვია მამაღმერთს, რა არის ძველი აღთქმა და რა არის ახალი აღთქმა. ძველი აღთქმის მიხედვით ჩვენ არ ვამბობთ ამას,
მაგრამ იუდეველების მამაღმერთი არის ჩვენი მამაღმერთი, როგორც სახელს არ ვამბობ, რომ ძველი აღთქმა ჩვენია, საკრალურია, ქრისტიანული მართლმადიდებლური და სხვა ქრისტიანული ეკლესიების მიერ მიღებული. მაშასადამე მე ესპანური ლიტერატურული გადახრება იყო ეს ქრისტე ახსენებდა მხოლოდ დააფიქსირო. თავი არის ჩვენთვის. თავი ის არის რომ ჰელიოსის შვილი არის ფაზისი. ამასაც არ აქცევენ ჩვენ მითოლოგიაში ყურადღებას. ყველამიცით რომ აიეტი არის. აიეტის ძმა არის ფაზისი, რომლის შვილია კოლხოს. მაშასადამე ფაზისის აკადემია ეს არის ჰელიოსის შვილის სახელობის აკადემია ფაქტობრივად, ზღვის ღმერთის, ჰელიოსის. აი ამ ფაზისის შვილია კოლხოს, რომელიც გახდა მამამთავარი კოლხებისა. ისე როგორც ქართლოსი აღმოსავლეთში ქართლელთა მამამთავარი და ვერცერთი საქართველოსი. აი რეგროსი არის მაგალითად ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული. მაგრამ ქართლის ცხოვრება არაფერი არის ის აიეტისა და მედიას შესახებ. ხომ არის ეს საუბარი? ესეც დავაფიქსირე. როგორც ქრისტეს მიერ ელის წარმოქმნამ ბოგოტას ჯვარცმის დროს. როცა გავარკვიეთ, იქ საიდან მოდის ჩვენი აკადემიის სახელდება, მასთან ეს არის მზის ღმერთის შვილის სახელობის ქალაქის აკადემია. არსებობს თვითონ ფაზისი, როგორც მდინარე რიონი, ფაზისი როგორც ქალაქი ფოთი და ფაზისი როგორც ღმერთკაცი ჰელიოსის დედა აიეტის ძმა. ამ სიახლეების ფონზე გაიგო ერთი საინტერესო პრობლემა. სოფლიო მითოლოგიაში და პოეზიაში თქვენ მოგეხსენებათ ჰომეროს აქვს ასეთი თანხმედრა ოდისევსის, ელინი მეფის და კირკესი. პირველად როცა ეს თბილისის უნივერსიტეტში განვაცხადა, დამიწყეს ჩხუბი. ბოლოს გავახსენე, განვაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ოდისში და ოდისევსი დაუკავშირა ერთმანეთს. რა უნდა და ბატონო ოდისევსთან რას ლაპარაკობ თქვენ? მე ვხარ თქვენ რა ჰომეროსი არ გაქვს დაგიხული? რა წერია? ოდისევსი და კირკე ერთად წვალან ერთ ლოგინში. აი ეს ხალხი მეტყველებია ჰომეროსი ამასწერს და ესენი მეუბნებია რა უნდა და ეს ოდი აძლევს სწორედ სახელდებას ოდიშს. ეს არის ოდის ქვეყანა. კოლხეთი არის ეს ბოლოს გეტყვით, იმიტომ შეიძლება ახლა არ მოგეწოდოთ. რა გითხარით უკეთესია ჯერჯერობით ის თეორია. აი ეს ოდისევსისა და კირკეს ურთიერთობა არის მეტად საინტერესო მოვლენა. რა გაგები? არის ორი მომენტი კირკესა და ოდისევსის ურთიერთობაში. კირკე ფაზისელი და ოდისევსი ჰომეროსის მიხედვით და ჰესიოდეს მიხედვით, მისი თეოგონიის მიხედვით ქმნიან პირველ ეტაპზე. Protorat პირველ ეტაპზე ჰომეროსთან დაკავშირებით არის. სამდროშოს მეორე ეტაპია. ჰომეროსი ამბობს, რომ კირკე არის ჯადოქარი ამ დროს. და ეს კირკე ჯადოქარი ორებად აქცევს ოდისევსის ამბებზოლებს და თვითონ ეძება ნეტარებას ოდისევსთან. მაგრამ ეს არის უკვე ჯადოქარი კირკე და არა მზის ჰელიოსის ხალღმერთის ქალიშვილი.
მანამდე ჰომეროსამდე არსებობდა კირკეს საკრალური კულტი. იქ წარმოიდგინეთ რა შორსაა ეს ყველაფერი. აქ დღეს იყო ნათქვამი იმაზე რომ თბილისის უნივერსიტეტში შეიძლება ასეთ იმას ათარიღებენ 25 საუკუნე, 26 საუკუნე, იმის შემდეგ ბატონო ჩვენ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, ვერც კირკეს ბალზაკის ძვალი, ვერც აიეტის ბატონო ჩემო კეფა, ჩვენ ვერ იპოვეთ და შენ ჯერჯერობით არაა განვითარებული ეთნოგრაფია, ეთნოლოგია და არქეოლოგია. რაც შენ იპოვე მაგათი მარტო ავაგოთ ჩვენ ისტორია, ჩვენ გავძარცვალთ ჩვენს ისტორიას. ისტორია იწყება შუმერში ამბობს კრამერი. ამერიკული შუმერისტიკის ერთ-ერთი მამამთავარი. იქამდე 10,000 წელი, 100 საუკუნეა კაცობრიობის განვითარების, ცივილიზაციის განვითარების განვლილი. ყველა ერის ისტორია უნდა იღებდეს სწორედ სამიზნებ შუმერს. აი რა მონაკვეთი გვეკუთვნის ჩვენ ამ 100 საუკუნეში, რაც კაცობრიობის ცივილიზაციას გააჩნია. ჰომეროსი ახსენებს კირკეს და ოდისევს. ჰომეროსი დათარიღებულია სხვების მიერ. აი ჩვენების დათარიღებელი რომ იყოს თბილისის უნივერსიტეტში სხვაგან, იყოდან 25 საუკუნეა, იქ 30 საუკუნეა ბატონო. ეს ასე დათარიღებული ამერიკაში, ევროპაში, სორბონში და სადღაც. მაგრამ აქ არ ეფშმით ამას არაფერი, მაგრამ ელემენტარულად კაცი არ გამოჩნდა რომ უთხრა სადაც რას ლაპარაკობს ეს. რატო იპარავთ ამ 5 საუკუნეს? ამ 500 წელს რატო აკლებს საქართველოს ისტორიას? არავინ არ ამბობს. რატო ხდება? ეს ალგებრების საგანი. მიუბრუნდეთ ჩვენ ახლა ოდისევსა და კირკეს. ამათი საკრალური ურთიერთობის შედეგად იშვა ლათინი. მოულოდნელი სრულიად და სრულიად უცნობი ქართულ მითოლოგიასა და წყარომცოდნეობაში. ამათი შვილია ლათინი. ვინ არის ლათინი? ეს ლათინი არის ბატონო ჩემო ლათინი ერის ქართულოსი. ლათინი ერის კოლხოსი. ისე იგი ლათინური ენის და ლათინი ერის დამაარსებელი არის კირკეს, აი ამ ფოთელი ფაზისელი ქალის შვილი. და ამას კი ქართველები კი არ წერენ. თავჩამოიხსოვდა რომელი კუთხის წარმოადგენელი, რომელიც მისი დასაძირი ყოფილიყო. ამას წერენ ბერძნები, ამას წერენ ლათინები, ამას წერენ სოფლიო მითოლოგია. რამე დოკუმენტი არსებობს? წყარო ჩვენ საერთოდ რამე წყარო გვაქვს ქართველებს? ჩვენ თუ რამე წყაროს ვიძიებთ ბერძნული წყაროებიდან, თურქული, ირანული, გერმანული და ასე შემდეგ. ჩვენ საერთოდ არანაირი წყარო, რაც გვაქვს ჩვენ წყარო, ის არის ტყუილი. ის რასაც ჩვენ სწავლობთ ქართლის ცხოვრებას, ეს არის უცხო პიროვნების, არა ქართულის დაწერილი, თელმა საქართველოს მიცის, ეს არის ყველაფერი ტყუილი დაწერილი. რეალური რაც იყო კოლხეთის ცივილიზაცია, რომელიც მოსწყვიტეს საქართველოს ისტორიას. ვიმეორებ, ეს არ არის დასრულებული ბარდაძის ძვლის პოვნით. ეს არის მხოლოდ მითოლოგიური საბუთებით. რა მითოლოგიური საბუთებია ეს მოგაცნეთ გრევისის ერთი წყარო დაგისახელეთ, არის 1000 სხვა. მაგრამ რატომღაც ეს დღემდე 3000 წელი გავიდა მის შემდეგ. დღემდე არც სარგნილია და არც განხილულია ქართულ მითოლოგიასა და ქართულ წყარომცოდნეობაში და ქართულ ისტორიოგრაფიაში. რატომ ხდება? მე არ ვიცი. ხო მე ვიცი რომ მე ვიპოვე ეს მასალები დაუვერშე და გამოაქვეყნე იბერია ტაიმსში. მანამდე რამდენიმე სხვა იმას სვაბოდნაია გრუზიაში, საქართველოს რესპუბლიკაში და სხვა წყაროებში. სწორედ თანადგომში. ეს სამი ნომერი. ეხლა რაშია საქმე? თუ ეს ლათინი ასეთ გენეალოგიას მისდევს, მაგრამ გამოდის რომ ამ ფაზისელი ქალის, ქალღმერთის კირკეს სულილია, ხო, მოსკოვში გამოვიდა სხვადასხვა მოგახსენეთ მონოგრაფია ამ საკითხზე, ჩემი მონოგრაფია რუსულენაზე. ეხლა რაშია საქმე? მითოლოგიაში ეს არის, მითოლოგიაში. მითოლოგიურია ქრისტეს. მითოლოგიურია გოლგოთა. რამდენად არ უნდა შეხედოთ ამას ნიჰილისტურად? მე ნიცშეს ფილოსოფიაზე გაძლილი კაცი ვარ, ნიჰილისტის ვისადგი და გავაადგურე. არავის არის სანიჰილისტო აქ არაფერი არა. თუ არა ხარ ფსიქოლოგიურად მზად ამ ჭეშმარიტ აღსაქმელად. რომ მიეცეთ თქვენ სწავლა აღიქვამს მას თანდათან. ეხლა იმას გასაგებად ვისაც ეს ხამუშა ცოტა არის. ბარსა ლათინი არის ლათინური ერის შემქმნელი. ლათინი არის ლათინი ერის შემქმნელი. და ლათინთა ლაციუმის პირველი მეფე, ალბა ლონგას პირველი მეფე. აი ესა ლათინი. ვინ არის მისი შვილია მოგახსენეთ დედანი ბატონო ჩემო? აი ამ ფაზისელი, კირკე ფაზისელის ქალღმერთის შვილია ლათინი. ახლა მეორე საკითხია. როცა არქეოლოგია ამას არ ადასტურებს. რით შეიძლება ჩვენ კიდევ ამ კითხავს რომ შეიძლება თუ არა მითოლოგიური სამყაროდან რეალობაში გადმოყვანოს თქვა იმავე კირკეს. ეს შეიძლება და მომხდარიყო იმ შემთხვევაში,
თუ აღმოჩნდებოდა ლათინურში ჭანურ, მეგრულ, ლაზურ, სვანურის დანაშრები. ესეთ გასაოცარია გონდა და მე გავარდნალა. მე გამოვიკვდი და შევადგინე ლექსიკონი. და არსებობს ასეთი შრე. და არსებობს ძალიან ძლიერი ყოლხური შრე ლათინურ ენაში. დავუვეშტე მე ამაზე ორი მონოგრაფია. ნახოთ, ვისაც გაესწრო, მართალია ეხლა პატარა ტირაჟები და ბევრ შეიძლება ვერ შეხვდა. ეს ციგნი, მაგრამ ეს ფაქტია. იქ 700-მდე სიტყვა, რომელიც მე აღმოაჩინე ლათინურში დაკავშირებული ყოლხურ მეტყველებასთან. გაუგონარია. ფაქტია. ისე იგი თავის თავად არსებობს ერთი მთავარი მომენტი, რომ მითოლოგიურად ამას შეიმტკიცება არ ჭირდება. მითოლოგიურად მე ის გამზადებული სახით აღმოაჩინე. მეცნიერული და ენათმეცნიერული მტკიცება მოდიოდა აქედან. ვიპოვეთ თუ არა მე ლათინურში ყოლხური დანაშრებს. ვიპოვეთ. შემდეგ ლათინი არის ლაციუმის პირველი მეფე. რა თქმა უნდა, ვითოსური მეფე. როგორც ფარნაოზია ჩვენი ტიპის ვითოსური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ვადგენთ მე რაღაც შესაბამისი წყაროებით, რომ ამ მესამე საუკუნეში, მე-4 საუკუნეში არსებობდა ფარნაოზი. ახლა არსებობდა ასეთი სიტუაცია ლაციუმის სახელმწიფოში. მეფე რომ გარდაიცვლებოდა, ის ცხადდებოდა ღმერთად. ერთად რომის იმპერატორს კითხა მასთან დაახლოებულმა პირმა, როგორ ვქნო თავსო და ამაპასუხა, მგონი ღმერთი ხვდებიო რა. ეს იმიტომ ტრადიციად იქცა მთლიანად ეს ლაციუმში და რომის იმპერატორთა შორის. მიდიოდა მათი გაღმერთება. გააღმერთეს ლათინი, კირკე ფაზისელის შვილი ლათინი გააღმერთეს ლაციუმში და რომის იმპერიაში. ვინ არის ეს ღმერთი? ისევ სრულიად ახალი აღმოჩენა, რომელიც არც თქვენ გაიგონია და არც სხვას არ არის საქართველოში და არც არამარტო საქართველოში. ეს არის ღმერთი იუპიტერი. ღმერთი იუპიტერი, მეფეთა მეფე იგივე ზევსი. ოღონდ რომაული სამყარო ზევსი. ისე წარმოგიდგენიათ, სანამდე აყავს ფაზისი და კირკე ფაზისელი სოფლიო აზროვნებას, მითოლოგიურ აზროვნებას. და როგორ უდიერად ვეპყრობით ჩვენს ისტორიას, მითოლოგიას და ტრადიციებს. მე დავუვეშტე ამის შესახებაც ერთი გამოკვლევა და გამოვაქვეყნე. მე ვთქვით, ეხლა კიდე მოემზადეთ ერთი სენსაციის მოსასმენად. მე ისევ გეუბნები, რომ ქართველები კი არ წერენ ამას. ამას წერენ ბერძნები, ამას წერენ ლათინები, ამას წერენ ევროპელები და მედიტერანული სამყაროს წარმომადგენლები, ხმელთაშუა ზღვის ხალხები. ჩვენ არა, ჩვენ პირში წყალი გვაქვს ჩაგუებული, არ ვამბობთ ამაზე არაფერს. ალბათ ან იმის გამო რომ არ ვიცით ამის შესახებ არაფერი. ან რაღაც სხვა მიზეზია კიდევ. ეხლა მეორე. იუპიტერი იყო ის ღმერთი, რომლის წინაშე იჩოქებდნენ რომის იმპერატორები. ის იმპერატორების რომლებიც არბევდნენ მერე ფაზის. ისე იგი თავისი ღმერთის ღვთისმშობლის დედის ქალაქს არბევდნენ. როდესაც შემოვიდა ბატონო ჩემო პომპეუსის ლაშქრობა გახსოვს თქვენ. პომპეუსი ქეციხრიდა იუპიტერის წინ ყოველ დღე. იმავე დროს არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს. ეხლა მე შემდეგ საკითხი, ეს ზნეობის პრობლემაა. ზნეობის პრობლემა. და ეს არ არის ის რომ ასე იქცეოდა. ეს ბევრს არ ნიშნავს. ეხლა მეორე საკითხია. ცეზარი და ავგუსტი. აფხაზეთი რა გნაბდანეთ რა გნებავთ აფხაზეთში? საინტერესოა და მშენებლობა. შეიძლება არ არის საინტერესო ვინმე. მე არ გავიკვირდება. მე შემოხვედრია 1000-ნაირი ფსიქოლოგიის კაცი და 1000-ნაირად დავკვირვებია. არა მარტო ეს მიკვლებია, არამედ მიკვლებია როგორ აღიქვამს ამას თანამედროვე ქართველი დღეს. ამაშია საქმე და ის აღქმაც კი მეტყველებს იმ ადამიანს ხედავ, განჭირვალია ის და დროსაც ამას აღიქვამს. საინტერესოა. ეს მე თავისებური ამბავია, რომ ეს არის რა, მისი არსებული კონსერვატორული აზროვნების დაჯახება სრულიად მოულოდნელ ახალ სიახლესთან და ახალ რეალობასთან და ახალ მეცნიერებასთან. აი როგორ იქცევა ამ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი ის ბევრნაირად ახასიათებს მას, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი, ასე ვთქვათ, ნაცნობის მიხედვით. შემდეგ არიჯერა ეს არის. ეს გადატრიალებას ახდენს. ჩვენს ისტორიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ რატომეულში ეს არ არის. არის იქ რაღაც მე-10 ხარისხოვანი, მე-50 ხარისხოვანი მასალები, მაგრამ ეს აი ეს უნდა მთლიანად გადაკეთდეს პრეისტორია ჩვენი. ის თავიდანაა დასაწერი ის ისტორია.
შემდეგ აქ იყო ლაპარაკი შესაძლებლად თქვა ბატონმა ცოტნემ რომ იყო მუზეუმი და გასაგებია მის შესახებ არსებობს ცნობები. მაგრამ ვინ წერს არგონავტიკას? აპოლონიოს როდოსელი, რომელიც მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, იმ დროინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნსაცავში. და რადგანანია რომ მოვიდნენ იქ ბარბაროსები და ანგრიეს ალექსანდრია მუსლიმანებმა და ზოროასტრის წარმომადგენლებმა, აი ზოროასტრის რომელსაც ებრძოდა შუშანიკი. და ანგრიეს და მაშინ რა თქმა უნდა ბევრი რამ დაიწყო და მათ შორის დაიწყო კოლხური კირიბები, რომ მათზე ის წერს გარკვევით აბსოლუტურად. ისე როდესაც გავარკვევთ ეს საკითხი, რა წარმოადგენს ფაზისი, საიდანაა მის სახელდება, რა წარმოადგენს კოლხეთი და საიდანაა ვინაა მისი მამამთავარი და რა შექმნეს მათ მერე მსოფლიო ცივილიზაციის თვალსაზრისით. მეტად საინტერესოა როგორ იქცეოდნენ ცეზარი და ავგუსტი იუპიტერის მიმართ, ამ კოლხი ქალღმერთის შვილის მიმართ. ვისაც ვერგილიუსის ენეიდა წაუკითხავს, მან იცის რომ ტროას დამარცხების და დანგრევის შემდეგ ენეასი 80 ხომალდის მიემგზავრება მედიტერანულ სამყაროში და მიყავს ხელი თავისი ხალხი. აი ამათ შორის ჩადის ეს და ლაციუმში, სადაც უკვე არსებობს კირკეს შთამომავლობა და მისი შვილთაშვილი ლავინია, ის ირთავს ცოლად ლავინიას, ენეადას თავარი გმირი. ვინ არის ეს ლავინია? ისევ კირკეს შთამომავალი და აი ამ ლავინიას შვილს ქვია იულიუსი. ამდა მეორე სახელი ასკანია. და ამის შთამომავლობა თავს იკლავს ცეზარი, გინდა თუ არა ამას შთამომავალი ვარ. ეუბნებიან შეიძლება ეს არ არის ეს მითოსია, არ არის ისტორია. გამოგეცემა ცეზარი იყო წინვალე მწერალი და რაღაც იმპერატორი. მაინც მოითხოვდა რომ ცეზარები გამოცხადებულიყო და იულიანთა დინასტია დაარსებულია რომის იმპერიაში. სწორედ კირკე ფაზისების შთამომავლობის მიხედვით. ვიცოდით ამის შესახებ რამე? არაფერი არ ვიცოდით. რატო არ წერს ჩვენ ამას ჩვენს ისტორიაში? ეს ხომ მაინც ცეზარის ისტორია ხომ ჩვენთან თქო შესწავლილია. კარგი, მე დამიტოვეთ აღმოჩენა და აი ესეთი ამბებია ბატონებო, აქ საოცარი წარმოუდგენელი ინფორმაცია ამოდის საუკუნეთა ფსკერიდან. ამას გააზრება უნდა. არსებობს დღეს ფილოსოფიური ინტერპრეტაციის ხელოვნება ისტორიული ფაქტებისა და მითოლოგიური ფაქტებისა. და აქ არ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ ის საწისები, რომელიც მოითხოვს საქართველოს წინარე ისტორიის ხელახლა გააზრებას.